ერთი რამ ვიცი და ღრმად მწამს. ამას ვამბობ ყველას გასაგონად. საკუთარი ქვეყანა როცა გიყვარს და ასეთები იყვნენ ჩვენი უზენაესი ხელისუფალნი მეფეები, ისინი ყოველთვის მოულობდნენ გამოსავალს და დგავდნენ ნაბიჯს. ისინი უყურეთ როგორ არის, ისინი მემკვიდრეობით ფლობდნენ ამ მიწებს. ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე 4 წელს მერე დავრჩები, არ დავრჩები, როგორ იქნება, ვინ ამირჩევს, ვინ არ ამირჩევს. ისინი უყურებდნენ ამ ქვეყანას როგორც საკუთარს, აი როგორც ახლა რომელიც ჩვენ დავკარგეთ სამწუხაროდ და ეუფემ ბრძანა და ეს საუბრებიც ალბათ სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენ ცოტა გამოვიღვიძოთ, ქართველებმა გამოვიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ ეს არის ჩვენი სამშობლო. რომ ჩემი მარტო ის ჩემი სამოთახიანი ბინა კი არ არის, რომელსაც თავს ვებლები და ვასუფთავებ, უვლი, ვალამაზებ და არა, მთელი საქართველო ჩემია. და მე უნდა მივხედო თქვენ თითოეულმა მათგანმა და აი მაშინ იქნება ეს ქვეყანა ფეხზე დამდგარ. ქვეყანამ ნახა მარცხი, დაკარგა ტერიტორიები და ქართლის ცხოვრების ავტორი ეხლაც მბურძლავს, რავი 67 წელს ვარ და ასეთ რამეს რო ვკითხულობ, ემოციის გარეშე ვერ ვძლებ და არ შემიძლია. და იყო გლოვა და წუხილი ყოველთა ქართველთა ზედა. ეხლა მითხარით, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. მე თვითონ ვიყავი აფხაზეთში, ცხინვალშიც ვიყავი. ვინ გაიგო ესო? მარტო იმათმა ოჯახებმა ვინც იქ იყო. დანარჩენის ოჯახებმა გაიგეს? ეს არის გლოვა და წუხილი ყოველთა ქართველთა ზედა. ამიტომ სიხარულით საერთო უნდა გქონდეს, წუხილით საერთო უნდა გქონდეს და იმაზე არ უნდა ვფიქრობდე, რომ დღეს ვიღაცისთვის სასიამოვნოდ მოიქცე. მე უნდა მოიქცე ისე, როგორც ამ ქვეყანას არგებს დღეს. ხვალ სხვა რამე არგებს, ხვალ სხვანაირად უნდა მოიქცე.